დავიწყოთ ჩვენი მორიგი ეპიზოდი ჯაფარას პოდკასტის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი მხარდამჭერები და პარტნიორები არიან სოკარი და სელფი. და დღეს ჩვენი სტუმარია თვითმფრინავის პილოტი თამაზ კეკენაძე. მოგესალმებით. როგორ ხარ? სასიამოვნოა. კარგად, არაჩვეულებრივად. მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ის თვითმფრინავისგან განსხვავებით აქ უფრო გასაგები იქნება შენი ხმა რა. თვითმფრინავში რომ ისმის ხმა პილოტების ხმა. შეიძლება და ეგ ეფექტის დაგვედო, მაგრამ ჯობია ესე. დღეს მოდი მაყურებელს ვეთქვი, რომ თაზოს აქვს თავისი არხები. აღწერაში მითითებული იქნება საკმაოდ ესეთი YouTube-ზეც, TikTok-ზეც, Instagram-ზეც საკმაოდ კარგი არხებია, ბევრ ინფორმაციას აწვდი მაყურებელს იმაზე, თვითმფრინავის გარშემო, ფრენის გარშემო და ძალიან ინფორმატიული და კარგი არხი გაქვს და ამიტომ გადავწყვიტე, მომინდა შენი მოწვევა, რომ დღეს ვილაპარაკოთ ფრენაზე, თვითმფრინავზე. ბევრი კითხვა აქვს, ბევრი მეც მაქვს ხოლმე პირადად მგზავრებს ფრენის შესახებ, ბევრი შიშები გვაქვს, ბევრი წარმოდგენები არასწორი და ამებზე ვისაუბროთ. მოდი დღეს დავიწყოთ იმით, რომ ეხლა სად მუშაობ რომელ ავიაკომპანიაში? ეხლა GeoSky-ში ვმუშაობ, ეს არის სატვირთო ავიაკომპანია. მანამდე იგივე კომპანიის სამგზავრო მიმართულებაზე ვმუშაობდი, მაგრამ შეიცვალა ცოტა რაღაცეები და ახლა გადასვლის ეტაპზე ვარ, აი ვემზადები სატვირთო თვითმფრინავზე გადასასვლელად. ცოტა სხვა ტიპის თვითმფრინავია და შრომა და სწავლა უფრო დიდი თვითმფრინავია შესაძლოა, ხო? კი, დიდი თვითმფრინავია და მთლიანად ტვირთზე არის გათვლილი. ხო, შენ რამდენი წელია რაც პილოტი ხარ და ამ პროფესიით ხარ დაკავებული? დაახლოებით წელიწადზე მეტია. დიდი ხანი არ არის, როგორც აი გამოცდილი მფრინავებს უკვე დაახლოებით 5-6 წელი ვინც დაფრინავს, ის საკმაოდ გამოცდილები არიან და მაგრამ ამ სფეროში კი დიდი ხანი ვარ, ალბათ 1-8 წელიწადი ვარ ავიაციაში, თუ მეტი არა და ბევრჯერ მიფრენია კიდევაც, როდესაც პილოტის რანგში არ ვიყავი. რეისებს დავყვებოდი, ვაკვირდებოდი, სისტემებს ვსწავლობდი და ხო, განათლება აქ მიიღე? კი, საქართველოში მე. ანუ შესაძლებელია საქართველოში გაიარო, ანუ ის განათლება მიიღო, რომ გახდე პილოტი? კი, რა თქმა უნდა, სრულიად შესაძლებელია. თან ბოლო დროს უფრო ადვილი გახდა, რადგან ჩვენი ბაზარი, ასე ვთქვათ, ვითარდება და ძალიან ბევრი პილოტები და გახდა საჭირო ამ ბოლო დროს. ეს ყოველთვის ესე არ არის, რაღაც ეტაპობრივად არის რა, ზოგჯერ არის საჭირო, მე შეიძლება რაღაც 2-3 წელიწადი საერთოდ არავინ არ დაჭირდეს და ესე იცვლება რა. მე რო დავამთავრე უნივერსიტეტი, სამწუხაროდ ისე გამოვიდა, რომ არ იყო ბევრი პილოტი საჭირო, სრულიად დარეგულირებული იყო ბაზარი და მომიწია ოფისში მუშაობა, დისპეჩერად, კარგი ხანია ვმუშაობდი, ახლაც ვარ გარკვეული წელად მანდ, ახლაც ვმუშაობ დისპეჩერი. იმას გულისხმობს, რომ ფრინავებს აწვდი საბუთებს, რაღაც უთვლი საწვავს, მოკლედ გარკვეული ის არის საბუთების ის არის ოფისური სამსახური, თუმცა ძალიან ბევრი რაღაც არის გათვალისწინებული და მაგით ბევრს სწავლობ და იღებ. აქ სად ხდება ამის სწავლა, სად ისწავლე შენ? საქართველოს ავიაციო უნივერსიტეტი არის. საქართველოს ავიაციო უნივერსიტეტი. სამჩაობარებდი, არც ვიცოდი, ანუ სკოლა რო დავამთავრე რაღაც უფრო IT-ს ვაწვევოდი რა, აი პროგრამირებას ვსწავლობდი მანამდე და ეს ჩამონათვალი რო ვნახე და რო შევხედე რომ საქართველოში არსებობს საერთოდ ეგეთი საავიაციო უნივერსიტეტი და შეიძლება მაგის სწავლა, ეგრევე პირველია გავირჩიე და ეგრევე გამახსენდა მთელი სიყვარული, რა ვიცი, კოსმოსის სიყვარული, ავიაციის სიყვარული და მივყევი ამას მოკლედ და ხო, საიდან გაქვს ეს ინტერესი ამ სფეროს მიმართ? არ ვიცი, ბავშვობიდან აი სულ ბავშვობაში კოსმონავტობა ყველას გვინდა რაღაც ეტაპზე და ფრენან. ხო, ალბათ აქედან იმიტომ რომ თან ისეთ ადგილას ვცხოვრობდი, რომ კარგად ჩანდა თვითმფრინავები და სულ ვაკვირდებოდი და ალბათ მომყვა, არ ვიცი, აი მე თუნდაც არ ვიცი რა, სულ მომწონდა ხოლმე ეგ სფერო და განსაკუთრებით კოსმოსი მომწონდა და აი ცოტა ახლოს იქეთ რო ხარ უკვე რაღაცა ეს იყო ჩემთვის. ხო, ბევრს მშობლებიდან აქვს ეს სიყვარული, მაგრამ მე არავინ არ ამყავს ავიაციაში, საერთოდ ახლოსაც არ არიან ჩემები და რამდენი წელი სწავლობ?
საკმაოდ ძიმე სწავლა იქნება და რაღაცა ისეთი აი სხვადასხვა ადვილი არ იქნება როგორც წარმოვიდგენია. უსწრაფესი მეთოდით რომ გახდე მფრინავი არის რომ აი სადმე საავიაციო სკოლაში ჩააბარო მხოლოდ იმის განხრით რომ სკოლის განხრით ანუ ბაკალავრიატი და უნივერსიტეტი არა რაღაც 2 წლიანი კურსი ან წელიწადნახევრიანი კურსები არის შემდეგ რაღაც პატარ-პატარა ეტაპები არის და ნუ 2 წელიწადში სრულიად შესაძლებელია რომ უკვე ნორმალურად აი ბოინგზე იფრინო რა. მართლა 0-დან საერთოდ არაფერი 2 წელიწადში უკვე დაჭირდა. მართლა. ხო, დიდი გამოცდილება რა თქმა უნდა არ გექნება. ახლა 2 წელიწადში რა უნდა გქონდეს, მაგრამ ის არის რა, შესაძლებელი არის. ჩვენ რეალობაში ცოტა სხვანაირად ხდება. აქაც არის შესაძლებელი რომ 2 წელიწადში ეს ყველაფერი მოასწრო, მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტორი არის ისეთი როგორც აი, ნუ რიგი არის დიდი, ბევრს უნდა. მე თვითმფრინავი იმდენი არ არის სასწავლო თვითმფრინავებს გულისხმობ. ამ სასწავლო თვითმფრინავს რომ მორჩები, მეორე სასწავლო თვითმფრინავი უნდა გაიარო 2 ძრავიანზე მერე. 2 ძრავიანს რომ მორჩები, მერე უნდა წახვიდე კომპანიაში და ელოდო შენ რიგს ისევ რომ ანუ ჭირდებათ, არ ჭირდებათ, შეიძლება დაჭირდეს და ერთ თვეში წაგიყვანო და გადაგასწავლონ კიდე რა. მე როგორ გამომივიდა 4 წელიწადი ვისწავლე უნივერსიტეტში. შემდეგ კიდე 1 წელიწადი დაგვიმატეს, იმიტომ რომ საქართველოში რაღაც რეგულაციები შემოდის ევროპული და ემატება მოკლედ რა. გახდა საჭირო რაღაც საგნების ინგლისურ ენაზე გავლა, დამატებით საგნები იყო დასამატებელი სასწავლი, ეგ ყველაფერი გავიარე, ჩავაბარე, ვიფრინე ამ 4 წელიწადში შედიოდა ფრენებიც, 150 საათი იყო მაშინ და ავიღე ლიცენზია ჩემი პირველი. შემდეგ წავედი ავიაკომპანიაში და აი ეს ვიმუშავე დისპეჩერად. მაგრამ მე კოვიდი დაემთხვა, სხვადასხვა ფაქტორები დაემთხვა, ჩემს წინ იყო ბევრი რიგში და ნუ კოვიდის მერე იმ კომპანიიდან წამოვედი, არ მიფრენია ისე, რომ ფრინავი მანდ უკვე არ გადამსადებულ ვარ სხვა თვითფრინავზე და წამოვედი ცოტა ხანი სახში ვიჯექი და გადმოვედი ამ ჯეოსკაიში ბოლოს. ამ ჯეოსკაიში უკვე როგორც კი გავხდი საჭირო, ნეკრევე მითხრეს რომ აი გაიარე, საბუთები მომამზადე და წავედით და всё. ხო, ვისწავლე 2 ძრავიანი თვითმფრინავი დამატებით. კიდე გამოცდები იყო უკვე საჭირო ახალი ჩასაბარებელი, ეგეც ჩავაბარე, საკმაოდ რთული გამოცდებია სხვათა შორის და აი ზუსტად ეგ მინდა მეკითხა, თქვა შეიძლება თეორიულ მასალას 2 წელიწადში დაეუფლო, მაგრამ მე ჩემ წარმოდგენა შეეცე რომ პილოტს რაღაც განსაკუთრებული სირთულის გამოცდები უნდა გაატარო ადამიანს, რომ ანდო მე თვითმფრინავი მით უმეტეს მგზავრებიანი, ხო? გამოცდები, ანუ ყველაზე რთული ეტაპი რა არის დაждები? ეს გამოცდები რაც ჩავაბარე აქ ჩვენ სააგენტოში ეს ცოტა განსხვავებული გამოცდები იყო ეს ზოგადი ყველაფრის მომცვლელი გამოცდებია რა. იქ რა ვიცი, მეტეოროლოგიაც ისწავლება, ან ყველაფერი საერთოდ რა. და შემდეგ უკვე როდესაც მიდიხარ გარკვეული თვითმფრინავის ტიპის სასწავლებლად, იქ 2 კვირა იმ ტიპს სწავლობ, იქ ძირითადად არის სწავლობ იმას, რომ რამე თუ წყობრიდან გამოვიდა, ან ძრავი, ან ჰერმეტულობა დაკარგე, ან ელექტროობას რამე მოუვიდა, მსგავსი რაღაცეები. აი სულ ერთი დღე გაქვს იმისთვის, რომ ჩვეულებრივად იფრინო და დანარჩენი დღეები, დანარჩენი 9 დღე შენ დაფრინავ და ყოველთვის რაღაცა წყობრიდან გამოსვლა გაქვს და მაგას სწავლობ ძირითადად. მანამდე სანამ ტიპზე წახვალ არის მიწის ზედა სკოლა 2 კვირიანი და 2 კვირაში სწავლობ მთელ სისტემებს, თვითმფრინავის მთელ სისტემას, რაც კი არსებობს, რაღაც დიდი წიგნი არის, იმას მთლიანად კითხულობ, ნუ რა თქმა უნდა შეიძლება დაგვარად, იქ და ჩვეულებრივი ტესტებია, მაგ ტესტებს გადიხარ და სისტემებს მოკლედ აი 100%-ით ამუღამებ რა. ხო, მე მინახავს სიმულაცია, რაღაც ოთახები რო არის სიმულაციის, ხო, ეგეც არის? ხო, ეგ არის ზუსტად, რომ მიდიხარ უკვე ტიპის გადასწავლება, აი Boeing 737-ზე რა ვიყავი გადასასწავლებლად, eject motion კაბინა არის, მოძრაობს ჩვეულებრივად, რამე თუ მოვიდა თვითმფრინავს, ეგრევე იგრძნობ. თან ისე რომ მართლა ფიქრობ, რომ აი იქ ხარ რა, თვითმფრინავში ხარ. და ეს ზუსტი სიმულატორია, დასმის და რაღაცა. კი, ნუ რა თქმა უნდა, ხა თავისი მაინც იმ ხელ ეფექტი არა აქვს, როგორც რეალურ თვითმფრინავში, მაგრამ ძალიან მიახლოებული არის. ნუ ანიმაციები და ეკრანზე რასაც ხედავ, ხო, გასაგებია, ისეთი გრაფიკა არ არის სიტყვაზე, თუმცა გააჩნია სად მოხვდები. მე ვიყავ ვილნიუსში და იქ რაღაც ცოტა მოძველებული გრაფიკა იყო, მაგრამ თვითონ შიგნით კაბინა არის აწყობილი, ზუსტად ის კაბინა არის, რაც არსებობს რეალურად, რაც არის Boeing-ის კაბინა.
ყველა გაფრენის წინ რაღაც შემოწმება ხდება კიდე პილოტების თქვათ ნარკოტიკებზე სასმელზე რაღაც ეგეთ შემოწმებას გადიხარ? კი, რომ მოვდივართ ხოლმე, იქ მიგვხვდება, გვამოწევს ასომი ვართ თუ არა და ძირითადად ამას სასმელზე გვამოწევს ხოლმე და შეიძლება წნევა გაგის ამასთან რაღაც ეგეთები. და ყოველ ერთ წელიწადში გავდივართ ზოგადად სამედიცინო შემოწმებას, პირველი კლასის შემოწმება, ის ენიჭება ფრინავს, ოდესაც გაევლის ყველაფერს, ყველა მთელი ანალიზები არის. ფიზიკური მონაცემები საჭიროა, ვთქვათ, რაღაც ნორმატივებს რო ეძახიან იმის. თუ არ ჭირდება, არ მოეთხოვება პილოტს ეგეთი. ეგეთი რაღაც განსაკუთრებული არის, ჩაოლებრივად რა, ჩვენ შეძლებთ და ნებისმიერ ადამიანს შეძლებთ, ვით უბრალოდ აი. ხო, მე რაც მახსენდება, ვინც პილოტი მინახავს, ყველა რაღაც ისეთ ფორმაში არის. ჭარბწონიანი პილოტი არ მახსენდება რომ მინახოს ან რაღაცა თითქოს ძალიან ისეთ ფიზიკურ ფორმაში არის. ისეთებიც და ასეთებიც. ხო. სანამ კიდე გავაგრძელებთ ამ შენ პროფესიაზე, რატო გადაწყვეტე კონტენტის კეთება, YouTube არხის გაკეთება? ყველაზე ბევრი გამოწერი სად ყავს? TikTok-ზე მე მგონი, ხო? კი, TikTok-ზე. YouTube-ზე დაახლოებით 20,000 ყავს. კი, ეგრე არის. აი, კითხვა სიმართლე, არ ვიცი, ბევრი ვიფიქრე მაგ კითხვაზე. რატო გავაკეთე, რატომ მჭირდებოდა საერთოდ ალბათ დავინახე რომ ამ სივრცეში რაღაც აი ჩემ YouTube-ს უყურებდი ხოლმე რა, ძალიან ხშირად და მომწონდა ეს კონტენტი განსაკუთრებით უცხოელ YouTuber-ებს უყურებდი, არა მარტო ფრინავებს, აი რაღაც სამეცნიერო და რაღაც ეგეთები რა და ძალიან მომწონდა და ფიქრობდი რომ აი მეც თუ ხარ შევძლებ და თითქოს მესმოდა ეს ყველაფერი და მაინტერესებდა აი მართლა მესმის თუ არა და მართლა გამომივა თუ არა. ერთ-ერთი ალბათ მიზეზი ეგ იყო რომ აი რაღაცა იმის მქონდა. მართლა გესმის ავიაცია და შენი პროფესია თუ ის კონტენტის კეთება? კონტენტის კეთებაზე ვლაპარაკობ და YouTuber-ობაზე ვლაპარაკობ ახლა. მაინტერესებდა აი რამდენად გავქაჩავ და რამდენად შევძლებ რა და შედეგი მაინტერესებდა საერთოდ ფიქრობდი 2-3 ვიდეოს დავდებ და აბა შევხედო რა იქნება. შემდეგ უკვე რო ფიდბექი რო დავინახე ხალხის თქვენ დაიწყეს დიდი ქრონომეტრაჟიანი ვიდეოების დადება ხო თუ შორტების? შორტების ჯერ დიდზე მაინც და მაინც არ მიფიქრია, იმიტომ რომ ძალიან დიდ შრომას მოიცავს ეგ და აი რა ვიცი ძალიან დიდი დრო ჭირდება მაგას და ყველგან რომ მომესწრო ცოტა არ მქონდა მაგის საშუალება და მეორე ის იყო რომ ანუ ეს ფიდბექი რო დავინახე და რომ დავინახე რომ ხალხის ინტერესი არის და სხვადასხვა კითხვებს სვავს, მათ შორის ისეთი კითხვები იყო რომელიც ნუ შენ ფიქრობ რომ ნუ როგორ არ უნდა იცოდეს ეს ყველა და მე იაზრებ რომ ყველა ხო არ არის მფრინავი და ელემენტარული რაღაც შეიძლება არის მოდეს ადამიანს ხო ეს ხო არც დანაშაული არის არც არაფერი არ არის უბრალოდ ნუ ზოგი სხვა რაღაცაზე ფიქრობს შენ ეს იცის შენი საქმე და შენ შეიძლება რაღაც არ იცოდეს სხვა რაღაც ელემენტარული ხო ხო და დავიწყე მე ეს კითხვებზე პასუხები და მოკლედ აიწყო რა ერთი მეორეზე და მეც ეს პროცესიც მომეწონა მონტაჟის და აი ეს ყველაფერი პროცესი. შენ თუ ნაკეთებ ყველაფერს? კი. ხო, იმიტომ რომ გრაფიკულად ესეთი დატვირთული კონტენტი გაქვს და მაგას კიდეც ბევრი დრომი აქვს მაგის კეთებას. კი, ძალიან დიდი დრომი აქვს ეს გრაფიკა. თან აქტიურად იყენებ გრაფიკას, რასაც ხსნი ყველაფერი ესეთია ვიზუალიზაციაც ხდება მაგის და. აი, ზუსტად ეგ მაინტერესებს რაღაც სიამოვნებას რომ რაღაც გრაფიკულ რაღაცას გაიფიქრებ, მე გამოგივა კარგად და ეს კარგად გამოსული კიდე კარგი ახსნა გამოდის მე და აი ეს მაყურებელი რომ გებულობს ყველაფერს რა, ეგ არის ყველაზე საუკეთესო რომ აი მიაწოდე შენ ის აზრი და რაღაც აი წინა ვიდეო იყო სუნთქვაზე იყო კაბინაში, როგორ სუნთქავთ, საიდან მოდის ეს ჰაერი და რატომ არის და ეს გრაფიკულად მქონდა ახსნილი და აი მე მგონი გაიგო ხალხმა და ეს ძალიან მომეწონა მე, იმიტომ რომ მართლა რთული პროცესია ეს, ასე მარტივად ვერ გაიგებ, მაგრამ მარტივიანით რომ დაალაგებ და გრაფიკულადაც რო აჩვენებ და რომ აი აყურებელი რო გებულობს. მე როგორ გაძლევს იმას რომ კიდე გინდა რომ გააკეთო მსგავსი და კიდე რაღაც აუხსნა. თუმცა თემები ბევრი არ არის სამწუხაროდ თვითფრინავის ირგული და აი ეგ მომენტი უკვე ცოტა რთულია რომ ახალი რა მოვიფიქრო და ახალი რა გავაკეთო. ხო, აი ბოლოს ვიდეოები გაქვს უკვე ავიაკატასტროფების ხსნი, რამ გამოიწვია, ბოლო იყო ეს აზერბაიჯანის თვითმფრინავი ჩამოვარდა, ხო, ეგ საინტერესო ვიდეო იყო, ბევრი რაღაცა გავიგე მაქედან, იმიტომ რომ საინფორმაციოდან ესე დაწრულებით ვერ გაიგებ რა რეალურად რა მოხდა. მე დავამახსოვრდა ძალიან ერთი ფაქტი შენი ვიდეოებიდან, სადაც საუბრობ ავიაკომპანიები როგორ
ცდილობენ დაზოგონ ფული, ხარჯები. და ერთ-ერთი ისე იყო იაპონურმა ავიაკომპანიამ როთხო მგზავრებს, რომ შესულიყვნენ ტუალეტში გაფრენამდე და ამან რამხელა ტვიტი დაუზოგა თვითონ შესაბამისად საწვავი და მე რო გაქვს გადაანგარიშებული ყველამ რო ეს ეკრანს სოფლიოში რაღაც 150 მილიარდ დოლარის საწვავი თუ არ მეშლება ციფრი დაიზოგებოდა ხო? დაახლოებით ეგრე იყო. ხო, აი ხო მაგალითად თუ ამასთან შეხება არ გზავრის ხრი და ამას ვერ წარმოვიდგენ რომ ესეთი დეტალები ამ ხელას მნიშვნელობა აქვს ფრენის დროს და ამ ხელას ხოვებას იძლევა მე ამ ხელა მასშტაბზე გადის. ხო, ნუ მაგას ეგ არის სწავლება ახლა არსად რა თქმა უნდა ეს არის უბრალოდ წავიკითხე რაღაც მეცნიერული ნაშრომი რაღაც ვიდეოს უყურე იქ რაღაც სტატია იყო მაგაზე მიწვნილი წავიკითხე ეგ ყველაფერი და გავიაზრე დავალაგე ჩემი ბუროთ და გამოვიდა ესეთი ვიდეო საინტერესო მართლა ხო და ხო ნუ შეიძლება ისეთ რაღაცებს ყვებოდე რომ აი ჩვეულებრივად ჩვენ ოფრინავებმა არის სიტყვაზე რა მაინც და მაინც გამოცდილება და ეგეთი რაღაც არ არის საჭირო მაგისთვის უბრალოდ ავიაციას შეეხება საინტერესო თემა არის და მაგასაც აი უფრო ეგეთებს ვცდილობ რომ რაც გასაგები არის ადამიანისთვის და რაც ძალიან დატვირთული რაღაც მექანიზმებით და იმებით არ არის თუმცა ხო რასაც გზავს აქვს შეხება ასე ხო აი გზავს რაც აინტერესებს უფრო ეგეთი კონტენტი მაქვს მაინც. თუმცა ვცდილობ რომ რიგრიგობით გამოუშვა რა, აი რაღაც პროფესიული ვისაც აინტერესებს იყოს და ისიც იყოს ორივე ერთად თანაბრად დაახლოებით მინდა რომ ეგრე იყოს. ყოველთვის არ გამოდის, მაგრამ ხო. აი ხა მეინტერესებს კიდეც რომ ეხლა თანამედროვე ავიაციაში თვითონ პილოტზე ანუ სამგზავრო თვითონავი რომ აფრინდება, ერთი წელიწადიდან დაფრინდება მეორეში. პილოტზე რამდენია დამოკიდებული, იმიტომ რომ უფრო რაღაცა ისეთი ხდება, ავტომატიზებული ხდება ყველაფერი, ხო რა დრო გადის, ხო. ავტოპილოტი და ხო ყველაფერი რაღაცა ისე გათვლილია, რომ პილოტის პროფესიონალიზმი რამდენად რაღაცა ისე ხო არა მიდის საქმე, რომ უფრო ნაკლები როლი აქვს პილოტს თქვა. აი ნახე, ავხსნი მაგას იმით, რომ ან დავიწყებ ავტოპილოტის სახსნა საერთოდ რა არის, რა ადევს მაგის შინაარსში. ბევრს გონიათ, რომ აი ავტოპილოტს დააჭერს და იქ არაფერი არ საჭირო, თვითონ გაყვება. რაღაც აფრინდი დააჭერე და всё მიყვება. სინამდვილეში სანამ მიწაზე ვართ, ამ მთელი სისტემის მომზადება ხდება. აი ეს ავტოპილოტი არის უბრალოდ ის მიყვება შენს ინსტრუქციებს, ხო? შენ ეგ ინსტრუქციები შეკავს კომპიუტერში თავიდან ბოლომდე. ყველა წერტილი და ტრასა შეკავს, აი A წერტილიდან B პუნქტამდე რაც არის, ყველაფერი შეკავს. სიჩქარე იქნება, აფრენის კონფიგურაცია იქნება, სად უნდა გადაუხვიოს, რა სიმაღლეზე უნდა იფრინოს, იქ რა წნევა უნდა დააყენოს და აი ყველაფერი შეკავს ხელით. შენ რეალურად ეს იცვლება, თქვა, ერთ-ეგივე რეისს რო ასრულებ, ეს მონაცემები ერთ-ეგივე არ არის, იცვლება? ერთი და იგივე შეიძლება იყოს ტრასა, რომელიც მიფრინო. ან სიმაღლე სიტყვაზე, მაგრამ გზარობის რაოდენობა ხო ყოველთვის სხვადასხვა არის, საწვავი ყოველთვის სხვადასხვა გჭირდება, ამინდი ყოველთვის სხვადასხვა გვხვდება და შესაბამისად ყველა რეისზე ხელახლა შეკავს თავიდან ბოლომდე ეს ყველაფერი. შემდეგ აფრინდები, აი ავტოპილოტი როდის ერთვება. აფრინდები გარკვეულ სიმაღლემდე მართავ ხელით, რთავ ავტოპილოტს და ის უკვე მიყვება შენ შეყვანილ მარშრუტს. ანუ რეალურად ავტოპილოტი ასრულებს ისევ იმ ფუნქციას, ანუ ადამიანის გარეშე ის ვერაფერს ვერ გააკეთებს და რომ მიყვება ეს ავტოპილოტი მე ამ ტრასებს. იქ ძალიან ბევრი ის არის რომ აი დისპეჩერი გეტყვის სიტყვაზე გადაუხვიეთ და მარჯვნივ, იმიტომ რომ შემხვედრი არა, მომავალი ნაკადი არის და რაღაც ერთმანეთს რომ არ შეუშალოთ ხელი, ან სხვა სიმაღლე დაიკავე, ან იქ ტურბულენტობა შეიცვალოს კიდე. რა თქმა უნდა. და ამ ავტოპილოტს მაინც შენით მართავ, მაინც შეკავს იქ უბრალოდ ფიზიკურ დატვირთვას ხსნის ავტოპილოტი და აძლევს საშუალებას რომ სხვა რაღაცასაც უფრო ყურადღებით დააკვირდეს მფრინავი, იგივე ძრავის მონაცემებს, იგივე, რა ვიცი, საწვავის რაოდენობა აკონტროლოს უკეთესად აკონტროლოს კომუნიკაცია, ხო, ერთი რომ დაფრინავს, მეორეს კომუნიკაცია მიყავს და ადრე ავტოპილოტის გარშე ალბათ ორივე ჩართულები იყვნენ და ორივე იმაშვებოდნენ, ყველაფერს აკვირდებოდნენ. ნუ დატვირთვის მოხსნის ერთ-ერთი საშუალება არის ავტოპილოტი და მეტი არაფერი. ხო, ახლა, როდესაც ადიხარ სიმაღლეზე და გიწევს 5-6 საათი უბრალოდ რაღაც პირდაპირ, ჭყალებში პირდაპირ ოდნავ მოხვევებით ფრენა, ხო, მართებული არ არის რომ ისე და რისი გულისთვის დააჭირე და გაყვეს ტრასს. ეს ავტოპილოტები რამდენი ხანია არსებობს? საკმაოდ დიდი ხანი.
წელი არ მახსოვს ის პირველი დიდი ხანი ესე დაფრინავდნენ საათობით იჯდნენ რა ქვია თვითმფრინავის საჭეს ხო ალბათ არ ვიცი შეიძლება მეშლება სადღაც 50 წელიწადი შეიძლება არსებობს შეიძლება ნაკლები ეს უბრალოდ არ ვიცი რა მართლა ის დრო ჯერ შორია რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს ან ხმელეთიდან მოხდეს მართვა რაღაცა მაგაზედაც ვიფიქრე ახლა მომავალში თუ არის შესაძლებელი რომ მთლიანად იმართებოდეს თვითმფრინავი ავტოპილოტით ან ვიღაცამ სიტყვაზე დააპროგრამიროს როგორც დრონებს მართავენ დღეს სიტყვაზე მიწაზე დააპროგრამიროს და გაუშვას და თვითონ იფრინოს და მე დავფიქრდი რომ იმდენი ფაქტორია გასათვალისწინებელი თვითმფრინავს იდეალურ მდგომარეობაში ხო თვითონ იფრენს ყველაფერი მაგრამ ჩვენ ხო იმისთვის ვართ საჭირო რომ იდეალური მდგომარეობა როდესაც არ არის მაშინ ვიმოქმედოთ ხო მასე მაიმუნიც იფრენს რა სხვათა შორის მაგაზედაც არის ვიდეო როგორც ზის მაიმუნი და მართავს თვითმფრინავს ხო და ის აი ასეთ სიტუაციებისთვის არის ადამიანი. მგზავრისთვისაც ხმე რო ვიცოდე რომ ეს ავტოპილოტი გაფრინდებოდა აქ პილოტი ყავს, ჩავჯდები იმაში, რასაც პილოტი ყავს. აი მაგის კითხვა მინდოდა, რამდენად ჩაჯდები, როდესაც იცი რომ იქ პილოტი არ იმყოფება საერთოდ, აი როგორ რა დონეზე უნდა იყოს ყველაფერი განვითარებული და შენს რა დონეზე უნდა იყო მაგაში დარწმუნებული, რომ არაფერი არ მოუვა თვითმფრინავს და რა ვიცი ჩიტი არ გაიფრენს და არ დაეჯახება, ხო? ან რა ვიცი, ან სხვა მფრინავი რამე შეცდომას არ დაუშვებს, ან რა ფორმალი არ გაუსკდება აფრენის დროს, რაღაც წყობიდან არ გამოვა. ძალიან ბევრი ფაქტორი არის. ტურბულენტობა იყოს შეიძლება ისეთი, რომ რაღაც გვერდზე წაგიყოს ოდნავ და მიწიდან როგორ უნდა გათვალო. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში დღევანდელი იმითი წარმოდგენით არა, ხო ხა. ალბათ ერთი ჩვენ ცხოვრებაში ალბათ არ მოესწრება. ხო, ალბათ თუ გამოაეხ ხო პილოტო მანქანები, მე ნელ ადამიანი რომ მიეჩვეო პილოტო მანქანა, ზღურის გარეშე მანქანას რომ თვითონ გადაადგილდება, მე შეიძლება კიდე რაღაც და მე შეიძლება ჩვენი რაღაცა მეხუთე თაობა ჩვენს მე ენდოს, მაგრამ მე არ ვენდობ. ვიცი, ხო, აი ძალიან დიდი ის არის რომ ადამიანი რამდენად ენდობა მე ყველაფერი იდეალურად რო იქნება, აი თვითონ ადამიანი რამდენად გარესკავს აქ თვითმფრინავში ჩაჯდომას. და მეორე კიდე ორი თქმა მინდოდა ხელოვნური ინტელექტი შეიძლება რაღაც დონეზე ჩაერიოს მაგაში, მაგ საქმეში და შეიძლება უფრო წინ წაწიოს ავიაცია, თუმცა ავიაცია ისე ნელა ვითარდება, ისე ნელა ხდება რაღაცების დანერგვა, რომ აი დღესაც რაც არის თვითმფრინავში ზოგი მოწყობილობა 20 და 40 წლის წინანდელი გამოგონებული არის და განახლებას არ განიცდის, იმიტომ რომ ნუ მუშაობს იდეალურად მუშაობს თავის საქმეს აკეთებს და всё არ არის მეტი საჭირო რა. სანამ ახალს დააყენებენ იმდენი პროცესი უნდა გაიაროს, რომ შეიძლება 20 წელი გავიდეს. ხო, ძალიან ბევრი რაღაც უნდა შეიცვალოს, ერთი პატარა ცვლილებაც რო გააკეთა. დაახლოებით იგივე არის, რაც კოსმოსში რომ დაფრინავენ ისინი. ხო. თანამგზავრები იქაც ინტელის ძველი 20 წლის წინანდელი ჩიპი აყენია და იმით დაფრინავს, იმიტომ რომ წყობრიდან არ გამოდის ის და აი რატო უნდა შეცვალონ თუ ყველაფერს აკეთებს, ხო? დაახლოებით იგივე ისიც არის. პილოტის კარიერის უფრო პიკი რა არის, ყველაზე უმაღლესი კლასი პილოტის რა არის? რა ჩაითვლება იმათ რომ შენ მიაღწიე კარიერის პიკს? ალბათ, როდესაც ინსტრუქტორი ხდება პილოტი უკვე და სხვა სასწავლის. და ნუ შეფ პილოტი რო ხდება. შეფ პილოტი ეს ნიშნავს? ნიშნავს რომ ყველაზე მაღალი რანგის პილოტი ხარ და სხვა დანარჩენი პილოტების გინდა როსტერს, გინდა ინსტრუქტორს, ყველაფერს მოკლედ ის იმაშვება. ხო, რამდენი რანგი არის პილოტებში როგორ არის? ნუ პირველი ოფიცერი არის, მეორე მფრინავი, კაპიტანი არის და ეგ არის, მეტი არ. უბრალოდ მე თანამდებობა არის სხვადასხვა. ანუ ინსტრუქტორიც კაპიტანია, რა თქმა უნდა, უბრალოდ მეტი აქვს შესაძლებლობა რომ ახალი ვინც მოვა, იმას ასწავლოს, იმას დაუწეროს ჩეკი და გაუშვას უკვე მზადყოფნაში. ხო. ეს არის ყველაზე მაღალი ნდობა, რაც შეიძლება გამოუცხადო პილოტს, ხო? ხო. ეგრე ვფიქრობ. ამას ეს როგორ არის რაღაცა საათების დააგროვო ფრენის უწლები უნდა გავიდეს და რაღაცა კონდეს. ხო, გამოცდილებაზე არის. კაპიტანი საერთოდ საათებიც გჭირდება. დაუშვოთ 1500 საათის ზემოთ შეგიძლია უკვე კაპიტანი, ნუ ზოგ კომპანიებიდან გამომდინარე, თვითონ ყველას თავის პოლიტიკა აქვს, 3000 საათი სიტყვაზე რო გაქნა ფრენი უკვე კაპიტანად შეგიძლია შეხვიდე. და შემდეგ უკვე ინსტრუქტორის იმას ლიცენზიას როდის აიღებ და როგორ აიღებ, ეგ ცოტა ალბათ უფრო შენზე არის დამოკიდებული, რამდენად გააღრმავებ შენ ცოდნას, რამდენად ყველას დაელაპარაკები და რომ გინდა ამის გაკეთება და შენზე არის უფრო. თუმცა გამოცდილებაზე რა თქმა უნდა ბევრი არის, ხო? სამგზავრო მართვა უფრო რთულია თუ სატვირთო?
თუ არ განსხვავდება. ხო, არა, დიდად არ განსხვავდება. განსხვავდება რა თქმა უნდა იმით, რომ იქ ბევრი ტვირთი გაქვს და უფრო მძიმე არის. სირთულე დიდად ასე ვერ გაიგებ. ხო. ჩვეულებრივად ანუ აფრენის და დაფრენის დროს არის უფრო განსხვავება, რომ აი გრძნო უფრო მძიმე ხარ და ცოტა სხვანაირი რეაქციები გჭირდება. სამგზავროზე უფრო სიფრთხილე გჭირდება და მგზავრებს ერიდები რომ აი სიტყვაზე არც შეაშინო, რაღაც მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთო, გერიდება მაინც პატივცემ და აი სიტყვაზე როდესაც ადიხარ სიმაღლეზე შეგიძლია მაღლა ახვიდე და ყველას ყურები გაეჭედოს სიტყვაზე და ან პირიქით დაშვებაზე და ცდილობ რომ რაღაც ოპტიმალური დაიჭირო რომ არც არავის ყურები არ ატკინო, არც რაღაც აი ასეთები არ გააკეთო, არც პიკირებაში არ ჩახვიდე და ნუ მოკლედ ხო, ანუ ადამიანების ფაქტორი გაითვალისწინე. კი, ითვალისწინე, რა, იცი რომ კარტოფილი არ გიგდია უკან და მგზავრები ცოცხალი ადამიანები. როგორც სატვირთო მანქანისტარებისას მგზავრები გიზის თუ ტვირთი გაქვს, სხვადასხვანაირად დაგხოს და იგივე. რა თქმა უნდა, ხო, უფრთხილდები მოკლედ. უფრო მეტად ფიქრობ მგზავრზე და უფრო მეტად ხო. რეალურად ესეთი სტატისტიკა მაქვს გაგებული, რომ ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი არის თვითმფრინავი, ხო? სხვა ტრანსპორტებთან შედარებით, მაგრამ ყველაზე მეტად ეშინიათ, ალბათ ფრენის რო ადამიანს ეშინია, არ მგონია ან მატარებლის ეშინოდეს ან მანქანის. ხო, მატარებელი ალბათ კონკურენციას გაუწევს, მათ სტატისტიკა ცოტა ისეთი რამე არის, რა გააჩნია როგორ დაითვლი. სტატისტიკა იმით ითვლება, რომ ძალიან დიდ მანძილს ფარავს და სხვა ნებისმიერი ტრანსპორტი ამ დიდ მანძილზე უკვე ამ წყობიდან გამომვა ან რაღაც უსაფრთხო არ არის და მაგ მხრივ და ამ სტატისტიკას თვითმფრინავების სტატისტიკას ძირითადად ის აფუჭებს რომ პატარა ორ ადამიანი ორკაციანი თვითმფრინავი სადაც არის აი იმათ მოდით ხოლმე უფრო მეტი ასეთი შემთხვევები იმიტომ რომ იქ ხდება სწავლა იქ ხდება ყველაზე მეტი დატვირთვა ამინდიც იმას ყველაზე მეტად ავნებს ასე ვთქვათ. ხო, ეგ უფუჭებს ცოტას თუ არა. ხო რა, აი მაგ მხრივ სიშორეს გათვალისწინებით, ხო დისტანციის გათვალისწინების მხრივ, ხო, ყველაზე უსაფრთხო არის ალბათ. ხო და ვისაც ფრენის ეშინია, განსაკუთრებით ეშინია ხოლმე ტურბულენტობაში როცა მოხდება. მე როგორც ვიცი, საერთოდ არ არის ასში რაღაცა თანამედროვე თვითმფრინავები ტურბულენტობას ანადოდ უმკლავდებიან, ხო? აი ეს უცა გაჯანჯღარებს და თვითმფრინავი ჩვეულებრივად გაუმკლავდება ტურბულენტობას. იმ კუთხით თუ შეხედავ რომ თვითმფრინავი რამდენად გაუძლებს უდაოდ ისეთ დატვირთვებზე არის შექმნილი რომ ხო, აი ძალიან დიდ მოკლედ. და მგზავრი რომელიც შიგნით ცის მაგაზედაც არის უკვე დამოკიდებული რამდენად საშიში არის მისთვის, იმიტომ რომ თუ არ დაემორჩილა და თუ მართლა სერიოზული ტურბულენტობა გვაქვს და გვაქანავებს და დახტის ყველაფერი და პარკი ცვივა, რა თქმა უნდა დაждდეს შეიკრას ხვედი, ხო, თუ არა ააგდებს და ჭერს მიარტყავს თავს, ან რაღაც ჩამოვარდება და ეცემა. თუ სიტყვაზე ძალიან ბევრი არ ითვალისწინებს ხოლმე ეს ჩემოდნებს და რაღაცებს რო დებენ და ნორმალურად არც კი იხურებ, ფიცკზე რო არის რაღაც და აი ხო აი ეგეთი რაღაცები არ შეიძლება მოკლედ ტურბულენტობის დროს. ყოველთვის იდეალური არ იქნება და შეიძლება 1000-ში ერთხელ მოხვდე მართლა ისეთ ტურბულენტობაში რომ ხვედი ჯობია რომ შეკრულებ ხო, მე ჯერ იგი არ მოხვედრილ ვარ. კარგი არის. მაგრამ ის რომ ტურბულენტობაში მოყევით თვითონ ჩამოვარდეს ეგეთი რაღაცა. ნუ გააჩნია ყოველთვის უნდა აკვირდებოდე მაგას, როგორც მფრინავი და არ უნდა რაღაც აი ტურბულენტობა არ უნდა ეგრე არ არის რა, აი ყოველთვის ადამიანი არის პირველ რიგში დამნაშავეც და პასუხისმგებელიც ყველაფერზე თუ არის ტურბულენტობა, რა თქმა უნდა დაიმორჩილო თვითმფრინავი ისე რომ მიუშვა და არც ყურადღება არ მიექციო, ძლიერ ტურბულენტობაზე მაქვს საუბარი, ხო, ეგრე არ შეიძლება. ხო, როდესაც ჩდები მიწასთან ახლოს ხარ და ტურბულენტობა გაქვს და სადღაც გვერდზე მიაქვს თვითმფრინავი, მაგას ხო საშიშია, რა თქმა უნდა, იქნებ სად წაიყვან, ხო, თვითმფრინავი და მართო. ხო და სიმაღლეზე ისეთი ძალიან რაღაც ისეთი არ არის საშიში. თუ რა თქმა უნდა ყველაფერს ითვალისწინებ და ყველაფერი ხო უფრო ღრუბლების სიმაღლეზე არის ხოლმე, ხო? ხო, ღრუბლები ქმნიან ძირითადად ტურბულენტობას, სხვა თვითმფრინავი ქმნის ტურბულენტობას და ეგეც გასათვალისწინებს. შენს წინ თუ დიდი თვითმფრინავი მიფრინავს 4 ძრავიანი და შენ რაღაც პატარა თვითმფრინავით მიფრინავ, იყოს სხვათა შორის შემთხვევა რომ მან უნდა დაიცვა დისტანცია მაგ თვითმფრინავიდან დაახლოებით 2 წუთი, 3-4 წუთი ასეთი. ეგ თუ არ დაიცავი და ძალიან ახლოს მიხვედი თვითმფრინავთან, მართლა შეიძლება ამოგიყირავს შენ თვითმფრინავი იყო ეგეთი შემთხვევაც.
მაგრამ ეგეც ადამიანური ფაქტორი არის რა, უნდა გაითვალისწინო შენს იმ დისპეჩერმაც, რომელმაც ეგ მანძილი დაუშვა საერთოდ, ეგეც ცალკე საგანი არის მაგისთვის ისწავლება, აი, რამდენი უნდა იყოს დაშორება, რანაირი უნდა იყოს დაშვება, მოკლედ ეს ყველაფერი ისწავლება, ხო? და ყოველთვის турбулентობა და ნებისმიერი მოვლენა მანამდე არ არის საშიში, სანამ შენ მაგას ითვალისწინებ. როდესაც შენ გავიწყდება რაღაც და აღარ ითვალისწინებ, უკვე ყველაფერი საშიში ხდება. ხო, შეიძლება ელემენტარული მეხის დაცემა ისეთი საშიში არ არის, იმიტომ რომ აი თუ გაგიგია ეს თუ გინახია ადამიანები რომ რაღაც გალიაში ზიან და დენს რო უწყავენ და მათ რო არ ეხებათ აი გარედან რო იმაშობა Paradise გალიას ეძახიან. ხო, აი თვითონაც ეგეთი არის რა, ჰაერში სანამ არის ერთ წერტილიდან შედის და მეორედან გამოდის. შიგნით ადამიანს არ ეხება, არც ადამიანს არც იგრძნობა შიგნით ეგ. ხედავ იმას სინათლეს რა თქმა უნდა ძალიან ხმას გრძნობ მეტი არაფერი შეიძლება წამიერად რაღაცა გამართვა ჩართვა მოხდეს, მაგრამ ეგეც იშვიათი არის, ძირითადად არაფერი არ ხდება. შენ გქონია პრაქტიკაში? არა, არ მქონია მე. არა, ერთხელ იყო, მაგრამ ბოლომდე არ ვიყავით დარწმუნებული, მართლა მეხმარა გვარდა. ხო, ანუ გავგებარი. ხო, ეგეთებიც არის. ეგეთი მცირეზე გავლენა აქვს თვითონავზე. კი, შეიძლება დატოვოს კვალი, შესვლის და გასვლის წერტილებში, რაღაც პატარა დამწვარი-სავით იყოს. რა თქმა უნდა, მოწმდება მაგის მერე თვითმფრინავი მთლიანად, რამე თუ მაინც დაზიანდა, მაგრამ ძალიან იშვიათობა არის, რომ რამე დააშავოს რა. ასეთი სტიქიური მოვლენებიდან ყველაზე საშიში რა არის ფრენისთვის? ქარი ალბათ ძლიერი ქარი ხო? აფრენა და ფრენის დროს. სტიქიური მოვლენებიდან, ну თუ არ შევეხოთ ახლა მართლა. ნისლი ალბათ. ტორნადოებს და რაღაც ირეთებს არ ვეხებით. ყველაზე მე რასაც ფიქრობ არის ну შემოყინვა ერთ-ერთი და დასაჯდომი ბილიკი რო გაყინული იყოს. არა, აი თვითმფრინავის შემოყინვა, გარეთ რომ არის დაუშვათ შეიძლება +2 გრადუსი იყოს, მაგრამ მანამდე ყოფილა მინუსი სიტყვაზე. ეს აუზებში რაც გაქვს, საწვავი უფრო დაბალი ტემპერატურის არის და ფრთებზე ჩნდება პატარა ყინულის ნადები, ხო? და ეგ თვალით შეიძლება არ გამოჩნდეს თვალით კარგად, ამიტომ როდესაც რამე რატო უშლის ხელს ეს თვითონ? აეროდინამიკას უშლის ხელს ძალიან და შესაბამისად სიჩქარეები როგორც გაქვს დათვლილი შეიძლება 10 კვანძით მეტი დაგჭირდეს ვიდრე რეალურად გაქვს და ამას დიდი ყურადღება ექცევა ამასაც და მაგის გარდა ყველაზე საშიში რაც შენზე არ არის უკვე დამოკიდებული ადამიანზე და ნებისმიერ შეიძლება დაემართოს როდესაც ჩდები ამ ფრინდები მაგ დროს არის დაღმავალი ქარი ძირითადად ეგ ქარი არის ხოლმე ხრუბელთან ახლოს, საწვიმარ ხრუბელს შეიძლება აქ წვიმა იყოს და აი მაგის წინ იყოს დაღმავალი ქარი რა. და როდესაც ჩდები ჩვეულებრივად მიდის თვითმფრინავი, არაფერი შეიძლება პირიქით ზემოთ აიწიოს ცოტა ოდნავ და მე უეცრად ისეთი ძლიერი ქარი ზემოდან გაწვება და ისე ძლიერად ქვემოთ მიდის თვითმფრინავი, რომ ხო შენ ძალიან მცირე დრო გაქვს რეაქციისთვის და შეიძლება ეს რეაქციაც არ იყოს საკმარისი. იშვიათობა არის, მაგრამ თლიანობაში რომ შევხედოთ სურათს, ბევრი შემთხვევა არის მაინც ეგეთი. უბრალოდ ხო, გამართლებას არის ეგეთი, როცა ამან გამოიწვია კატასტროფა თუ უბრალოდ კი, ძალიან ბევრი, ხო. დაფრენისას ეგ ყველაზე საშიში ალბათ ეგ არის, ხო. და არავის არ უსურვებ მაგის გამოცდას მართლა თვითმფრინავიც იწყებს ყვირილს, რომ აი ეს დაღმავალი დინება არის და ეგრევე მეორე წრეზე წახვიდე, ხელახლა ეცადო, ან გარკვეული დროის მერე ეცადო, უმჯობესია. ხო და ნუ მოკლედ ძალიან რთული არის მაგიდან თვითმფრინავის გამოყვანა. 2-3 წამის ის გაქვს რეაქციის საშუალება. და ხო, თუ ახლოს იმყოფები მიწასთან, მით უარესი არის რა. თუ სიმაღლეზე ხარ, კიდე გაქვს მაგის საშუალება, მაგრამ ხო. შენ მოყოლი ხარ ეგეთ მძიმე? საბედნიეროდ არა, და იმედი არც მოყვები არასდროს. ხო. ეს არასაფრენ ამინდში ეგ იგულისხმება, ამინდის გამო როცა გადაიდება ხოლმე ფრენები, რომ ეგ არ იგულისხმება. ეგ ისეთი რამე არის, რომ შეიძლება ნებისმიერ ადგილას მოხდეს და ვერ გათვლი მაგას რა 100%-ით.
ძირითადად ხო, როდესაც წვიმა არის, ანუ უამინდობა არის, ასე თუ ისე მად ხდება, მაგრამ ისეთი უამინდობა არა, რომ აი ჩანს, რომ აი ძალიან ცუდი ამინდია, ეგეთში არა. აი ნებისმიერში შეიძლება მოხდეს, შეიძლება უბრალოდ ღრუბელი იყოს და აი ახლა იწყება წვიმა და აი მაშინ მოხდეს. მაგას ვერ გათვლი. ხო. აი ხო და რა სიძახიან არასაფრენ ამინდს? მაგაში რეგულირდება. არასაფრენ ამინდს იძახიან, როდესაც აეროპორტის თავზე სიტყვაზე დიდი ღრუბელი არის, ჭექაქუხილი არის და მანდ აფრენა არ შეიძლება, იმიტომ რომ ვერ გააღწევ უბრალოდ ფიზიკურად იმ ღრუბელს შეიძლება. არც დაждომა იქა და არც გაფრენა იქა. ხო, ანუ კი. ეგეთი ან თოვლი და ნისლი არის, უფრო ხშირად ნისლზე არის აქცენტი, იმიტომ რომ მხედველობა არა გაქვს, ფრინავებს და თვითფრინავსაც მინიმუმები გვაქვს და სიტყვაზე რაღაც 200 მეტრის იქეთ თუ ვერ ხედავ შენ ვერაფერს, მაგის უფლება არ გაქვს რომ დაფრინდე ან აფრინდე. ხო, ყველას თავისი კატეგორია აქვს თვითფრინავსაც გააჩნია აღჭურვილობას. მე იმ აღჭურვილობა რამდენად შენ გაქვს შესწავლილი, ანუ შენს გაქვს რაღაც კატეგორია და ასე რა, ერთმანეთში. ეს იმ წუთას რა მონაცემიც არსებობს, იმაზე დაყრდნობით ხდება გადაწყვეტილება გაფრინდეს თუ არა თუ პროგნოზიც, ამინდის პროგნოზიც მონაწილეობს. ხო, პროგნოზ, ძირითადად პროგნოზს უყურებთ. ეს პროგნოზი რაღაც ცალკე გაქვთ ეს ინფორმაცია პროგნოზე თუ რაც ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია? არა, ცალკე არის. კი, რა თქმა უნდა, იმას იგივე არის იქ რაც ხდება. რაც ტელევიზორში უყურებთ ყველა, მაგრამ იქ უბრალოდ გაშიფრული არის, რომ აი მხედველობა ამდენი მეტრი არის, ქარი ეს არის. ხო, აი მთლიანად ეს არის გაშიფრული, პატარა კოდისავით სახე აქვს და არის უშუალოდ ამ დროის მონაცემის ამინდი, რაღაც 30 წუთის ამინდი, უშუალოდ აეროპორტის ტერიტორიაზე დგას მოწყობილობები, რომელიც მაგას სამავს. მხედველობას, ღრუბლის სიმაღლეს. ანუ იმ აპლიკაციებს იყენებ ამინდისას ჩვეულებრივ ადამიანები იყენებენ? კი, ვიყენებ, მაგრამ ოფიციალური რაც არის, ეს რასაც გვიბეჭდავენ, ეგ არის მაინც. რომელი არის ყველაზე სანდო ამ აპლიკაციებიდან? ჩვენ ადამიანები რომელს ვენდოთ თუ ანუ რომელს გვირჩევდი? ხო, მაგას ვერ გირჩევთ. რომელი ემთხვევა ხოლმე ყველაზე მეტად რეალურს? მე Meteo Blues ვიყენებ საერთოდ. როდესაც პატარა თვითფრინავს დავფრინავდე, მაგას ვენდობოდი ყველაზე მეტად. Meteo Blue ასე კი, ეგრე ქვია, კი. ხო, მაგრამ რასაც ფრინავი უყურებს, ის მაინც განსხვავებულია. ხო, ეგ ასე გები, მაგრამ აი ჩვენ ყოველდღურად რო გვაინტერესებს. კი, მაგას უყურებ ხოლმე. Meteo Blue. ძირითადად ემთხვევა ხოლმე. აი თელავში დავფრინავდი და მაგას უყურებდი სულ ხვალ გამოვა ამინდი გვექნება ფრენა თუ არა. იქ ვიზუალური ფრენები იყო და უფრო ისეთ ამინდებს და. ვა, Meteo Blue არს გამიგია. ყველაზე რთული ალბათ დაჯდომაა თვითფრინავის დასმა, ხო? ნუ, ხო. ჩემ განსხვავებიდან კი. ეს რატო არის ხოლმე ზოგ თვითფრინავში რაღაც ძალიან უხეშად ჯდება. ზოგი ძალიან ესესვავს ხოლმე ეს პილოტზეა დამოკიდებული თუ თვითფრინავის მოდელზე თუ რაზე არის? არა, პილოტზე არის კი, ამინდზე და პილოტზე. მაგრამ ბევრი უყურებს მაგას როგორც აი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მაგას. სინამდვილეში დიდი მნიშვნელობას უნდა ანიჭებდეს ყველა ის დიდი მნიშვნელობა გზავრისთვის, იმიტომ რომ ასეთ ემოციებს წევს, რომ ფრინდებით ნერვიულობ და ბახო და დაასკდება. ეს მთლიანად კომფორტი. სინამდვილეში არ შეიძლება რბილად დასმა, იმიტომ რომ თვითფრინავს სენსორები აქვს, ეს სენსორები გრძნობენ დაშვებას და მიწასთან შეხებას და ძალიან რბილად თუ შეეხე, შეიძლება ეს ამ სენსორმა არ იმოქმედოს, ვერ გაიგო რომ დაჟექი რა და არ გამოეშვას მე ეს რაც აჩერებს თვითფრინავს ეს სპოილერები და რაღაცები არ გამოეშვას შეიძლება. ნუ იშვიათი არის რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება ეს მოხდეს და წიგნში ვაგვიწერია რომ არ უნდა იყოს ძალიან რბილი და დაშვება. რეინერს აქვს ყველაზე კარგი მაგის გამოცდილება რომ ყოველთვის ახეთქებენ ხოლმე თვითონ. ეგეთი სტერეოტიპი არის რეინერის ირგული საერთოდ და უამინდობაში მით უმეტეს არ შეიძლება, როდესაც ასაფრენი ბილიკის სველია მანქანაზედაც შეიძლება იგივენაირად მოხდეს, ჰიდროპლანირება ქვია. შეიძლება უბრალოდ ეს ბორბალი წყალზე როგორც დაცურავს ეგრე იყოს რა მიწასთან შეხება არ კონდეს წყლის ფენა იყოს მაგის შორის და მაგიტომაც უნდა უფრო უხეშად დასვა ხო მაგის პროცესი რა თქმა უნდა ახლა შასი არ უნდა გავიდეს იქ ზემოთ სიფრთხილე უნდა მაინც მაგრამ გარკვეული დონით ხო მე დასმის მერე ტაში ვარ ხომ გესმენით ზოგჯერ კი ზოგჯერ ქართულებს გარდა ვინმე შვება კიდე კი რა თქმა უნდა ეს ჩვენი მოყოლია უცხო რეისებს რომ ფრენი ეგეთ რაღაც არ შევსწრები ვარ მაგრამ ზოგჯერ არის გაჩნია ქვეყანას ალბათ არ ვიცი ხო ყველგან არ შევსწრები ვარ ბევრ ევროპულ კომპანიებში არ შევსწრები ვარ ერთ აზიურ შევაფერინა კი იყო უფრო ჩვენ აზიურ იმას გვახასიათებს არა არ ვიცი რა უბრალოდ ხო ჩვენთან მიღებული
მიღებული არის რაღაც. საიდან მოდის საინტერესო არის რატო გადაწყდა რომ ჩვენ თავს ვკრავთ ხოლმე? ალბათ ემოციებზე არის ჩვენ ემოციური ხალხი ვართ და ალბათ უფრო მაგაზე არის. ნერვიულობთ დასმამდე და მე გიხარია. კარგი, პატარა შესვენება გავაკეთოთ, სოკარი შეკითხვა გვაქვს ხოლმე ესეთი ჩვენი სპონსორის შეისვენე დავისე ენერგიით ესეთი ბლოკი გვაქვს და უბრალოდ როგორ ისვენებ ხოლმე შენ თავისუფალ დროს რა სიტუაციაში, რა გარემოში რა რაღაცა ჰობი რამე თუ გამორჩეული თუ რაღაცა რითი ისვენებ ყველაზე მეტად. ალბათ ცოტა ის არის, მაგრამ ფიზიკური აქტივობა მომწონს ზოგადად რა და თუნდაც არ ვიცი სადმე გასვლა და ჰაიკინგი ან ველოსიპედი ან რაღაც ეგეთი არის ჩემთვის მართლა რაღაც ასეთი დასვენება. ხმელეთზე გადაადგილება. კი, ხმელეთზე გადაადგილება. თუმცა რა თქმა უნდა, ახლა როგორც ჩვეულებრივად ყველა შეიძლება უბრალოდ YouTube-ს ჩაუჭდე მთელი დღე და ეგეც ჩემთვის რაღაც შევა იყოს და აი განტვირთვის ის იყოს რა. ეგეთებიც არის. ნუ მოკლედ, ეგ არის. ძირითადად რა კონტენტს უყურებ ხოლმე YouTube-ზე? აი ყველა სხვადასხვა შემოგთავაზებს YouTube. ნუ არა მაინც და მაინც აი ვერიტასიუმის ჩანელი მომწონს ძალიან რაღაცებს ხსნის საინტერესოს რაღაც კოსმოსური განხილვებზეც რაღაცებს უყურებ ხოლმე. ჩვენთან ქართულ YouTube-ს რაც შეეხება ალბათ არც ვიცი. ნუ აი კაცებს უყურებ ხოლმე ხშირად. აჰა. მოსულაშორის კაცებში რო იყავი სტუმრად იქ მე ძალიან ბევრი წერდა რომ არ ეყოთ შენი ბლოკი ასე ვთქვათ კიდე ბევრს უნდა და მეტი მოესმინა და გაიგო და კარგი გასაგებია შენ პირად გამოცდილებაში მგზავრების მხრიდან თუ გქონია გართულებები და რომელი მგზავრს თუ გამოუწვევია ისეთი რაღაცა რომ ამ ფრენა გადაიდო ან რაღაც სერიოზულად ხო ჩემ პირად გამოცდილებაში საბედნიეროდ ეგეთი არ ყოფილა, მაგრამ ზოგადად მე სადაც მუშაობდი, ხშირი იყო ხოლმე ეგეთი შემთხვევები. ნუ ფრინავი ზოგადად ნაკლებად ეხება მგზავრებს, შენ კაბინაში შედიხარ და იქ სტერილური ზონა გაქვს, შენ არ გამოდიხარ, შენ საქმეს აკეთებ. სანამ არ დამთავრდება რეისი. მაგრამ როდესაც იქ უკან რაღაც ხდება და უკვე ბორტგამყოლი ვერ აგვარებს, ან ძალიან ისეთი მგზავრი ყავს, აი მაშინ უკვე ხდება ჩარევა და შეიძლება ჩარევა რას გულისხმობ უნდა გახვიდე, გაიგო რაში არის სიტუაცია და უნდა მიიღო გადაწყვეტილება, ან ეს მგზავრი უნდა ჩამოვიდეს, ხო, თუ ეგეთია, ან თუ რაღაც სამედიცინო მხრივ რაღაც არის მაშინ შესაბამისი, ხო, ბევრი არ არის ხოთა შორის ეგეთი შემთხვევა, მაგრამ არის. მაგრამ ფრენის დროს თუ მოხდა, მაგ დროს აშვი. ფრენის დროს თუ მოხდა, ნუ თუ ძალიან ისეთი მგზავრი არის, რომელიც ალბათ ძირითადად ნასვამზე არის. ხო, ან ჩხუბის მოხდა რა ფიზიკური დაპირისპირებაც. თუ არ წყნარდება, დაბმაც კი შეიძლება მაგის, ოღონდ სრულიად სერიოზულობით მაგას ვამბობ, ან ჩვეულებრივი პრაქტიკა არის. კი, მინახავს ხო, დაბმული მგზავრი. ან მე არ შევსწრები ვარ, მაგრამ ნუ მეც არ შევსწრები ვარ და ჩემ კომპანიაშიც არ ყოფილა არასდროს რომ ვინმე დავუყავთ ესე. მაგრამ ვიცი რომ აი ხშირად მაგას მიმართავენ ხოლმე. რაღაცა ტრანკვილიზატორი არ არის გაქვს რა. დავაძინოთ ხო. შეიძლება იქნებოდა ხა. ზოგჯერ კი მართლა. ალბათ საჭირო არის, მაგრამ იზოლენტებით ვცდილობთ. გამოვიდეთ თქო რეობიდან. ნუ ძალიან რთული სიტუაცია თუ არის ახლა სიგარეტი მოწია ან რაღაცა ეგეთი ხო? ეგეთი მგზავრი უბრალოდ ჩამოსვლისას ეგრევე შეტყობინება იქცავნება და დიდი ჯარიმა მოდის მაგ მგზავრს. ავიაკომპანია ზაბლოკავს ხო? ნუ გააჩნია ავიაკომპანიას ალბათ კი. ხო, და თუ ძალიან ისეთი სიტუაცია არის, ყოფილა შემთხვევები, რომ უბრალოდ უახლოეს აეროპორტში დაგვისვამს და ეს მგზავრი ჩამოსვლა. ანუ დამჯდარა თვითონ ავიაკომპანიის გამო. თუ საფრთხეებას და მგზავრებს იმაშობა დისკომფორტს ქმნის ხო? ხო, საფრთხეს და დისკომფორტს უქმნის, რა თქმა უნდა, ეგ ყველაზე კარგი გამოსავალი ეგ არის და მართებულიც არის რა. ხო. კულტურებისთან ერების მიხედვით ეს შესამჩნევია სხვა მგზავრები როგორ იქცევიან, თქვა ისე რომ პილოტამდე მოაღწევს ამან. ახლა თქმა უნდა სხვაობები იქნება. როგორ გითხრათ, ანუ სხვაობა კი გადმოუციათ უბრალოდ ჩვენს აი მაგათაც როგორ იქცევიან უკრავენ რაღაცა შეიძლება რაღაცა შეგვიდეს ისეც აი ესენი როგორ იქცევიან და აი საერთოდ რა ერია და რაღაც ეგეთები მსმენია ხშირად ხო მაგრამ ნუ არ დავაკონკრეტებ ახლა არავისთვის საწყენი რო არ იყოს ზოგი უფრო რაღაცნაირად შეგვიძლია დავასახელოთ მაგრამ ხო ნუ მივხვდებით ყველანი ვისი არის საუბარი ხო ზოგი უფრო
ფიქრობს რომ მაგან ბილეთი იყიდა და თვითონ მაგისი არის და ყველაფრის უფლება აქვს ხო ეგეთი ისეთ ხასიათებია ახასიათებთ ჩვენებს უფრო არ ვიცი ალბათ რაც არ მომწონს თუ მაგას ვამბობთ ის რომ აი სიბინძურას ტოვებენ ხოლმე ხშირად ნაგავს ყრიან ხო აი არ უკვირდებიან ხოლმე რა ალბათ ეგ არის ყველაზე მეტად დასანანი ჩემთვის რომ მე ცოტა ასეთი ქცევები გვახასიათებს ან დაჯდომისთანავე ადგომა და ეგეც გვახასიათებს ბევრს ახასიათებს იგივე მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით რომ ვერ ვიტყვენთ იმიტომ რომ ავდგეთ როგორც კი დაჯდა თვითფრინავით კიდევ და ვერ ვიდეს მეც ეგრე ვარ ხოლმე ვერ ვიტყვენ რომ მე იმიტომ რომ მოხრებს გაშლა მინდა ხოლმე და დიდი ხანიოზე ხარ მე მინდა ხოლმე ადგომა და კი ეგეც არის რა თქმა უნდა ხო ყველანაირი არის ალბათ ადგომა მანამდე სამ თვითონ გაჩერდება მაშინაც უკეთ გება ხოლმე ხო რაღაც პერიოდით კი უმჯობესი არის რომ ეგ გააკეთოს სანამ დაშრობას დაიწყებს და ცოტა რომ კი უფრო ტელეფონის გადართვა თვითონვის მოუძენადად მნიშვნელოვანია მართლა იწვევს პრობლემებს თვითონავისთვის ჩემთვის პრობლემა არ გამოიწვევს საიდუმლოება რომელიც არა რა შეიძლება მდგომარეობა ყველამ რომ დატოვოს ასე ჩართული და განსაკუთრებით დაშვების დროს, როდესაც ყველა ტელეფონს დაიწყო ეს მიღება სიგნალის შემოსვლა ყველაფრის შეიძლება შენ რაც გიჩვენებს იქ ფრინავს დისპლეიზე შეიძლება ოდნავ პატარა ცვლილება გქონდეს ან სხვაობა გქონდეს ან გადახრა რაღაც პატარა გრადუსით შენ ვერ იტყვის ტელეფონის ბრალი არის თუ სხვა რაღაცის ბრალი არის მაგრამ ჯობია რომ ყველაფერი გამორიცხო ჯობია რომ ყველანაირი ეს შეფერხება რადიო ტალღები არის იქ ძირითადად ყველაფერი რადიო ტალღებით ხდება დაშვება და სიმაღლის დაკავება აი დაშვების დროს სიმაღლე ხო გიკავია რომ აი ზუსტად იმ კუთხით დაეშვა და გრძედი განედი ყველაფერი მაგით აკონტროლებ ეს ხშირეებით დაშვების დროს და კი შეიძლება შეუშალოს ხელი ცოტა გადახრა გქონდეს და პატარა გადახრა ზემოთ ნიშნავს უკვე რაღაც 200 მეტრიან გადახრას მას ხო ასაფრენ ილიქზე და რა თქმა უნდა კი საფრთხის შემცველი არის მაინც მაგას აკონტროლებს ფინავი მაინც ხო ხედავს რაც ხდება მაგრამ ყოფილა შემთხვევები რომ რაღაც გამოუწვევია ესეთი ან შეიძლება რადიოზე კავშირზე ვერ გახვიდე რაღაც გარკვეული ხო ვისაც ტურბულენტობაზე რო ვისაუბრეთ როგორც მახსოვს შენი ერთ-ერთი ვიდეოდან ყველაზე ნაკლებად რო იგრძნო ტურბულენტობა ეს არის თვით ფრთებთან ახლოს ჯდომა ხო ყველაზე ნაკლებად მანდ იგრძნობა ვისაც თვითონ შეშინებისთვის იქნება ხა სასარგებლო ინფორმაცია რაც უფრო წინ ზიხარ ალბათ გამოცდილება დავაგროვე ეგეთი რომ მერჩევნი უფრო წინ ვიჭდებით რა უკან იქ კიდევ უფრო ნაკლებად იგრძნობა ხო ფრთებზე ყველაზე ესეთი კომფორტული არის ჩემთვის ფრთები წინა ცხვირთან ჯდომას ჯობია ფრთები ხო ცხვირთან ჯდომა არა ანუ სულ წინ თვითონავში ჯდომას ფრთებთან ჯდომა ჯობია რა პირიქით ხო ეგეთი განცდა დამრჩა მე როგორც ანუ რაც უფრო წინ ზიხარ, იმიტომ რომ ბევრს ვთქვამს, რომ აი რა ტურბულენტობა იყო და მე როდესაც წინ ვზივარ როგორც ფრინავი და საერთოდ ოდნავ არის ჩემთვის, მე მივხვდი რომ ალბათ უფრო წინ უკეთესი იქნება ტურბულენტობის მხრივ, რომ ვერ იგრძნობა. ხო, ფრთებზე ალბათ ტურბულენტობა ცოტა უფრო იგრძნობა, მაგრამ გადატვირთვები იგრძნობა ნაკლებად ფრთებზე. ხო, ყველაზე დიდი რამდენი ხანი გიფრენია? ყველაზე დიდი, ну, არც თუ ისე ბევრი 5.5-6 საათი არის ალბათ ჩემი მაქსიმუმი. ეგ უშინ ძირითადად ჩვენ კონტინენტზე ხო ესე ხო ხო ну გზავრად არა ჩვეულებრივად ფრინავად ვამბობ ხო ეგ უშინ იყო ლიეჟში ფრენა 5.5 საათი მგონი ბელგიაში ხო დეთი გამთენისაც ჩამოვედი 5 საათნახევარი იქეთ იყო და 4 უკან ეს ხმა ხوار შემოდის ხო შემოდის ხო მაყურებელს რო ვთქვათ გარეთ რაღაც კაცი მღერის და დიდი ის უდგას რა ქვია დინამიკი და ეს ყვა შემოდის და ცოტა იმაზე რო გადავიდეთ აეროპორტებზე ეგეთი რაღაცაც მაქვს მოსმენი რომ ძალიან აეროპორტები ბევრს ფიქრობენ ადამიანების ნაკადზე, მათ ფსიქოლოგიაზე, ქცევაზე, ბევრი რაღაცა ისეთი არის, ჩვენ შეიძლება ვერ მივხვდეთ ისე დეტალი იყოს, მაგრამ ჩვენ ქცევას მე განსაზღვრავდეს, როგორ მოიქცევთ აეროპორტში, არ ვიცი სამდენად მართალი, მაგრამ ეგეთი რაღაცაც მახსოვს, რომ
მაგათაც ლაუნჯებში ნოხი არის დაგებული სპეციალურად რომ ადამიანს უფრო მეტად მოუნდეს იქ გაჩერება დაждომა და მყუდრო გარემო შექმნილი და სადაც აეროპორტს უნდა რომ ნაკადმა იმოძრაოს და ხალხი გაჩერდეს მეტალახია დაგებული და სპეციალურად აკეთებენ რომ დისკომფორტი იყოს გასაჩერებლად და სადღაც კომფორტი და ეგეთ რაღაცებს. ეგეთი რაღაცები უთხრა სიმართლე არ მსმენია, მაგრამ დასაფიქრებელია ალბათ კი, იმიტომ რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ფსიქოლოგიას ძალიან დიდ იმას ანიჭებენ რა. და როცა ამდენი ადამიანი მოძრაობს და კი. რომლებიც თვითონაც სტრესში არიან, რომ იფრინე დაღლილი ხარ მეორე ფრენას მიასწრო. აეროპორტის ზოგადად ისე კეთდება რომ ყველაფერი ყველანაირად გასაგები იყოს მგზავრისთვის და გამოცდებს გადის სანამ მგზავრებს შეუშვებენ, სანამ გაიხსნება, ყოველთვის ის არის რომ აი რამდენად მიაგნებს მგზავრი, რაღაც ჯგუფებს უშვებენ ხოლმე ეგრე და მე უკვე ნაკადების მართვა ხო მაგის კიდე ცალკე საგანი ისწავლება, ჩვენ არ ვსწავლობთ რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ნაკადების მართვა ერთ-ერთი მაგათი ეს საგანი არის და მაგაში დიდი ფილოსოფია და დიდი ფსიქოლოგია უნდა გაითვალისწინოს ჩადებული კი და ალბათ კი ალბათ რაღაც გარკვეულ დისკომფორტს სადღაც ქმნიან რომ ეს ნაკადი ცოტა სხვაგან წაიყვანოს duty free რამდენად არის მომგებიანი duty free-ში ვაჭრობა მართლა იაფია ვიცი მე მგონი პირიქით ძვირი არის ხოლმე ხშირად სადაც არ შევსულვარ ყოველთვის რა ვიცი ძალიან ხო მეც რომ გითხრა დიდი სხოლა მიგზნია ფასებში არა პირიქით უფრო ძვირი არის ხოლმე ბოლოს ვილნიუსში ვიყავი duty free-ში და რა ვიცი ისეთი ფასები იყო რომ გარეთ კაპიკებში იყიდით იგივე რაღაცას და მეთქე რა ხდება სად ვარ ხო უბრალოდ duty free ქვია ხო შინაარს მოკლებული არის ასე ვთქვათ ეს duty free ჩვენ რეალობაში ჩინეთში აეროპორტებში ისეთი ფასებია როგორც გარეთ სიტყვაზე მაგრამ მათ ცოტა სხვა წყობა არის თვითონ ქვეყნის და ალბათ მაგიტომ და ევროპაში ძირითადად აი ეს არის რომ საშინელი სიძვირი არის შიგნით ხო და აეროპორტის მაღაზიებშიც კი აი ჩვეულებრივად თითქოს სეილები აწერია ხოლმე ყველა მაღაზიაში შედი ხარ რაღაც დასეილებული აქვს მაგრამ მე საბოლოოდ მაინც შეიძლება 10 პროდუქტიდან 2 იყოს მომგებიანი შენთვის ასე ფიქრობ ასეთი გამოცდილება მაქვს მე ყველაზე კომფორტული ავიაკომპანია რომელი ითვლება ესეთ ყველაზე მაგრამ ბევრი კრიტერიუმი ალბათ შეიძლება შეაფასო რა კომფორტს გააჩნია რას გულისხმობ კვებას ფრენას თუ ყველაფერი ჯამში ალბათ ცოტა ესეც არის რომელიმე ისეთი გამორჩეული ალბათ მოწინავე კომპანიები რომელიც არის ეგენი სადაც რაც გაგვიგია ხო ემირატების სიტყვაზე ან რაღაც ფრანსი თურქიშიც არ არის ცუდი სკამების ანუ საერთოდ გამლაგება ეს კომფორტი უნდა გქონდეს მოკლედ რა ალბათ ემირატებს მაინც უფრო გამოვარჩევდი იმიტომ რომ იქ უფრო ფიქრობენ ყველაფერზე კომფორტზე და მგზავრის კი საერთოდ ის რო არის ლაქშერი თვითონავები რო არის იქ საკუთარი კაბინა და დუში და ეს რაღაცა ალბათ უფრო მაგიტომ საძინებელი და მე მანდ ნამყოფი არა ვარ დიდი სიამოვნებით გავფრინდებოდი ყველას დიდი თვითფრინავი რაც ყავთ 380 მაგით დიდი სიამოვნებით ვიფრენდი მაგრამ ხო რაც იგივე მაყურებლისგან მსმენია რომ აი ძალიან მაგარი თვითფრინავი არის და ძალიან კომფორტი არის და ყველა მხრივ მაგაზე გამიგია მაგაზე მქონია საუბარი რა დანარჩენები ლოუ-კოსტერები არა ვიზერები და ეგეთებია კომფორტით არ გამორჩეული თვითფრინავი არის რომელიმე გამორჩეული ვერ ვიტყოდი ძირითადად რაც დაფრინავს რაც გავრცელებული და ხშირი თვითფრინავი არის ესე იგი ის არის დროით გამოცდილი და ესე იგი ის არის ყველაზე ისეთი რა ხო უსაფრთხო ხო რო არ იყოს უსაფრთხო რამე უჭირდეს შესაბამისად არც კომპანიები იყიდნენ მაგდენს სამ Airbus A320-ით დაფრინავს ყველა და Boeing 737-ით მოკლე 4-5 საათიან ფრენებზე რა შესაბამისად ესენი არიან ყველაზე მომგებიანიც ალბათ მათთვის უფრო უსაფრთხო, იმიტომ რომ ყველაფერი გამოცდილი არის უკვე და საერთოდ ავიაციაში ეს ტერმინი კი არა და ის არის რომ ყველაფერი სისხლით არის დაწერილი, ეგრე ამბობენ რა და ეს ყველაფერი დიდი დრო განიცადა და წარე გამოცდილებით ხო მაგით ყველაფერი აეწყო ერთმანეთსა და მაგიტომ არის რაც არის დღეს რომ ასეთი უსაფრთხო არის ხო ეს თვითმფრინავები არის ყველაზე ისეთი YouTube-ზე რო ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ ბოლო პერიოდში იქაც ალბათ ხშირად უსმენ ხოლმე
კოსმოსზე და სხვა პილოტებს და შემდეგ ბოლო პერიოდში რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა პილოტებმა დაიწყეს სამხედრო პილოტები იყო საუბარი UFO-ს შესახებ, რომ მოტივტივდა პენტაგონის მიერ გავრცელებული ფაილები და იქ რამდენიმე პილოტის ჩვენებაც იყო, რომელმაც ყვებოდა თვითონ დაინახა თუ მოგისმენია. კი, მსმენია რაღაც მსგავსი რაღაცები, მაგრამ ტიკ-ტაკის ფორმის UFO და ხო, აი, ნუ რომელსაც მაგათაც ისე არ იცის ერთ-ერთი პილოტი ყვებოდა, რომ სამხედრო თვითონებზე იყო და ყოველდღურად უწევდა გაფრენა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ხედავდა რაღაც ობიექტს, რომელიც ერთ ადგილას იყო რა. ხო, ნუ შენ თუ გონე რა მეკეთ შემთხვევა. მე არა. რამე დაგინახავს საერთოდ. არაფერი ეგეთი. უბრალოდ ხანდახან გადაღლილი ხარ ხოლმე რაღაცას უყურებ და ერთი წერტილი არის და ფიქრობ რა არის ეს ვარსკვლავია თუ ფრინავი და ვერ გებულობ რა. ხო, მაგრამ ისეთი რომ რაღაც ამოუცნობი ობიექტი არის და ვერ გებულობ რა არის. ნუ ისიც ხო ამოუცნობია შენ უბრალოდ არ იცი რა არის იქ მაინც და მაინც კოსმოსური ხომალდი ხო არ არის. მე არ იმის მოიყოლა შენ იმას კოლეგას მოიყოლა ეგეთი არა ეგეთები არ გქონია მაგრამ ეგ ამბავი მახსოვს სამხედრო მფრინავები რო ყვებოდნენ და ეს კამერაშიც კი ჩანს რაღაც ობიექტი და ძალიან ბევრი წლები დასჭირდა და მაინც ვერ გაიგეს ბოლომდე რა იყო ის სხვა სამხედრო დღემდე ამოხსნელია თუ უბრალოდ რაღაც ლინზის რაღაც ის გადახრა იყო თუ რაღაც შუქის ანარეკლი არასწორად იცემოდა ვერ გაიგეს რა ამოუცნობი არის მაგიტომ სამხედრო თვითონებზე რომ გადაჯდა კიდე ბევრი ის უნდა გაიარო ალბათ ხო სამხედრო თვითონაზე რომ ზოგადად სხვაგან ხრით უნდა წახვიდე თავიდანვე ხო სულ განსხვავებული რა სამხედრო სფეროში უნდა წახვიდე თავიდანვე ჯარი უნდა გაიარო ალბათ მომზადება უნდა გაიარო და თვითონავი უნდა ყავდეს ქვეყანას რომ იქ ისწავლო ბევრი ქართველი, ნუ ბევრი არა, მაგრამ რაღაც გარკვეული რაოდენობის ამერიკაში წასულა და იქ გაუვლია ეს აკადემიები და მე დაუწყიათ იქ ფრენა. ჩვენთან ცოტა ჩვენ არც გვყავს მაგდენი რესურსი არა გვაქვს რომ ჩვენთან სამხედრო მფრინავი გახდე და როგორც ვიცი ამ ჩვენ სამხედრო თვითმფრინავებზე წელიწადში სულ ძალიან ცოტა საათი აქვს მოკლედ ნაფრენი რაღაც. ხო, გქონია სურვილი შერო ნუ ბავშვობაში რა თქმა უნდა ფიქრობდი რომ აი სამხედრო რა კარგი არის, მაგრამ ეს ბავშვური ის არის უბრალოდ და ისე არა. ისე თვითონავის მართვა ორი გზნობა არის პირველად რომ დაჯექი თვითონავის საჭესთან ის იყო რა მოლოდინიც ქონდა. მე ერთხელ ვარ ყოველ შემიხედავს პილოტის კაბინაში და ესეთი შტამბიჭლავი თვითონავს სკოლის ხმობთ? ხო. ხო. კი, ალბათ უკვე ვიცოდი რაც მელოდებოდა ზუსტად და მაგიტომაც ზუსტად ის იყო როგორც წარმომედგინა მე თავი რომ აი ყველაფერი რო იცი უკვე და ყველაფერს რო აჭირდა რომ მართავ და მართლა როგორ გრძნობ ამას ყველაფერს და სამართავათაც როგორი არის უკვე ზუსტად ისეთი იყო როგორც წარმომედგინა და სულ პირველად რო პატარა თვითმფრინავზე დავჯექი აი ის იყო მართლა ალბათ საუკეთესო ჩემთვის შეგრძნებების იმიტომ რომ პატარა თვითმფრინავი არის როგორც არ ვიცი ალბათ პატარაში რა იგულისხმება რა მხელა ნუ ორადგილიანები რო არის ორადგილიანებს გულისხმობ პატარა თვითმფრინავს 650 კილოს თვითმფრინავი არის სულ და მანქანაზე მსუბუქი ხო კი მანქანაზე როგორც მოტო ეგრე იგრძნობა რა დოდნა მიწევ რაღაც გაზებს მისცემ და ეგრევე ძალიან დიდ შტაბეჭდილებებს და ყველაფრით იგრძნობა რომ მართავ მართლა ეგ არის მართვისთვის და შეგრძნებისთვის საუკეთესო და ესეთი სახალისო ასე ვიტყოდი რა თვითმფრინავის დასწრება ყველაფერს ძალიან აკონტროლებ, ყველაფერი შენ ხელში არის. აი, ოდნავ გადახრაც კი იგრძნობა. დიდ თვითმფრინავებში უფრო ისინი უფრო მდგრადები არიან და ოდნავ გადახრას ნდორი ასე ნელ იმას იწვევს. ნელ მოხვევას ან ნელ გადახრას იწვევს რა. და აქ როგორც მოტო ეგრე არის, ოდნავ და ეგრევე წაგიყო. სახალისოა. ხო, და საინტერესო პროფესია არის და მეც ბევრჯერ მიფიქრია როგორი იქნებოდა მართვა რა ამის თვითმფრინავის ვერტფრენზე ხوره გიტარებია არა არ მიტარებია მაგრამ ძალიან მინდოდა თავიდან საერთოდ ვერტფრენზე ფიქრობდი მაგრამ მე ხო მე გადავიფიქრე რაღაც თავისი მოსაზრებები მქონდა მაგას არა მარტო ისეთი რომ გინდა არ გინდა მარტო ეგ არ არის ფინანსური მხარეც არის მე და ძალიან ბევრი კიდე სხვა ფაქტორები და უბრალოდ შენი განვითარება ალბათ სხვა მხრივ უნდა წახვიდე მაგანითარების მხრივ და ალბათ ცოტა სხვა
სხვანაირ წარმომედგინა მოკლედ მე. მსგავსება ბევრი იქნება ალბათ ხო მართვას შორის რა. კი. ხო, იქაც თავისი ნიუანსები არის, მაგრამ ხო მე საბოლოო ჯამში ეს ავირჩიე, თან არც იყო საქართველოში ვერტმფრენის სასწავლებელი მაშინ და ხო. მაინც უფრო ის მომწონდა. მაინც უფრო თვითმფრინავებისკენ ვიყავ. კარგი, ბოლოს კი რომ წავიდეთ შენი მიზანი რა არის და რაც ვახსენეთ პილოტის უმაღლესი რანგი რაც არის მაგის მიღწევა თუ როგორ ხედავ შენ? ხო, ალბათ უფრო ის რომ საბოლოო ჯამში კაპიტნობა, საბოლოო ჯამში ისე მართვა რომ ყველაფერი შენ ხელში იყოს და არ ვიცი, მე დრო გვაჩვენებს. დაახლოებით ამდენი დრო დაგჭირდება შენი აზრით ამისთვის? კაპიტნამდე გულისხმობ რომ კაპიტანი რო გახდე, მე კიდე კარგი ხანი უნდა იფრინო რომ გამოცდილება კაპიტანის რანგშიც დააგროვო და ისე რომ 100% დედამიწა უნდა მოიარო, ხო, ყველა კონტინენტზე მაინც უნდა იყოს. სოქს მართლა ძალიან ბევრი ფრენის საათები აქვს 15000-ები და ესეთი ნაფრენი მადამდე არ ვიცი, როგორ გამომივა და მომინდება თუ არა, შეიძლება მე უკვე მაგზიდან გადავხვიო. 15000 საათი, ან მთელი ცხოვრება ხარიში უნდა გაატარო. 65 წლამდე დაფრინავენ. შემდეგ უკვე პენსიაზე გადიან და ხო, ალბათ მაგასაკამდე არა. მაგდენი არ მინდა. მაინც ჯანმრთელობას და ყველაფერს ვნებს ასე თუ ისე იქ. ხო. სმენას, რადიაციაც არის, ასე თუ ისე, რა ვიცი. ბევრი რამე არის. ხო. მაგრამ არ ვიცი. ვნახოთ, დრო გვაჩვენებს. YouTube-ის მიმართულებით? YouTube-ის მიმართულებით ძალიან მინდა რომ განავითარო და უფრო მეტი დრო დავუთმო ხოლმე. კი. ახლა უბრალოდ აი სწავლის პროცესში ვარ, გადასვლის პროცესში ვარ. ალბათ თვის ბოლოს წავალ ამ გარკვეული მეორეთი 767-ზე უნდა ვიფრინო Boeing-ზე და 1-2 კვირა იქ მომიწევს ყოფნა საერთოდ, მე ჩამოვალ აქ და კიდე 200 საათი უნდა ვიფრინო ისე რომ სანამ 200 საათს არ დავაგროვებ, შენ ოფიციალურად მეორე მფრინავის რანგი არ ხარ, შენ ხარ შეგირდი და ეს 200 საათი უნდა იფრინო. შემდეგ უკვე მეორე მფრინავად წოდება გაქვს. შიგნე კაბინიდან როაკეთო კონტენტი თუ იქ მაგის დრო არ არის? დროც არ არის, კი შეიძლება, მაგრამ ბევრი რაღაც არის გათვალისწინებული, შეიძლება კომპანიას არ უნდოდეს, შეიძლება შენ არ გინდოდეს რაღაცების, ხო, ჩვენება, რა ვიცი. ხო, თვითონ ფრენის პროცესიც. ხო, იქ უფრო აქცენტი ახლა მართვაზე გაქვს და არქსალია ხოლმე. შეიძლება აი ჰაერში რო ხარ უკვე და თითქმის არაფერს რო არ აკეთებ და არაფერს არ ავსებ, იქ რაღაც საინტერესო რაღაცების გადაღება კი. ვაკეთებ კიდევაც ხოლმე. იშვიათად, მაგრამ კი. კარგი, წარმატებები ორივე მიმართულებით. მაყურებელს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ აღწერაში იქნება ლინკები შენი არხების და გამოიწერეთ. ჩვენი პოდკასტსაც თუ გამოიწერთ არ იქნება წული. მადლობა ჩვენ მხარდამჭერებს Sokars და Selfies. და რა ვიცი, მადლობა. ჩვენთან რო იყავე. მადლობა რომ დაგვითმე. იმედია ინფორმატიული იყო მაყურებლისთვის და ვისაც ცოტა ფრენის ის აქ შიში რაც მეც გაერკვევი ამ მიმართულებით თუ ნაკლებია შიშიც და ღელვაც მე რაც მეტი იცი და ბევრს მოუწერია სხვათა შორის რომ აი ჩემ ყურების შემდეგ და ეს რაღაც ინფორმაციების შემდეგ უკვე შიში დაუძლევია თან თითქმის დაძლიეს შიში ძალიან ბევრი მწერს მაგას და ძალიან სასიამოვნო არის მართლა იგს ეგეთების მოსმენა. კი, ნამდვილად ესე არის. კარგი, მადლობა და ნახვამდის აბა, წარმატებები. კარგი.